პირველი ბრალდებული, რომელმაც 9 თვის თავზე სასამართლოს დასკვნითის სიტყვით მიმართა რევაზ კიგნაძია. ვერდიქტის მოლოდინში მყოფი 26 წლის ბრალდებული ამბობს, რომ დღემდე არ იცის, რას ედავებიან, რადგან არ არსებობს არც ერთი დაზარალებული, რომელიც მას როგორც მოძალადეს ხელს ადებს და არც ისეთი მტკიცებულება, რომელიც ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულში ამხელს. 2 თვის წინ სხდომიდან გაძევებული ბრალდებული მოსამართლე გალუსტაშვილმა დასკვნით ეტაპზე დაუშვა. ეგრეთ წოდებულ მოწმეებს უსმინე და ვერ მივხვდი, რა არის ჩემი დანაშაული. მე გეტყვით, რა არის დანაშაული. დანაშაულია არ იცნობდე ონისეს, დანაშაულია არ იცნობდე ანდროს, დანაშაულია არ იცნობდე ლუკას, დანაშაულია არ იცნობდე ვაკოს, დანაშაულია არ იცნობდე ჯანოს, დანაშაულია არ იცნობდე გიორგის, დანაშაულია არ იცნობდე რუსლანს, დანაშაულია არ იცნობდე სერგეის. თქვენ არ იცით, რა ხალხი დაიჭირეთ. მაგალითად გია ერიშვილი, მისი ძმა შეეწირა ქვეყნის თავისუფლებას 9 აპრილს. აქ არის ჯანო, რომელსაც რუსებთან უწევდა ბრძოლა. აქ არის ანდრო, რომელზე განათლებულიც არ მინახავს. მადლობა, რომ ეს ხალხი გამაცანეთ. ერთხელ რუსლანს ვკითხე, ალბათ აქედა რომ გახვალ გაიქცევი სხვა ქვეყანაში მეთქი. და არა, საქართველო ისე მიყვარს, სხვაგან რა წამიყვანსო. ნაცები ხართო გვეძახდნენ გარეთ და ამით თითქოს გვაშავებდნენ. თითქოს ნაცების რეპრესიულ რეჟიმს არ ვებრძოდით მე და ჩემი ოჯახი. თითქოს 2025 წელს ქოცობა უფრო დიდი სირცხული არ იყოს, ვიდრე ნაცობა. ამ ხალხს, ვინც ნაცებს გვეძახის, მინდა ვკითხო, მარტო ნაცებისთვისაა რუსეთი მტერი და თქვენთვის? არანაკლებ ემოციური იყო ადვოკატების დღევანდელი განცხადებები, რომლებიც 9 თვის თავზე მათ პროფესიულ კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ საქმეზე ვერდიქტს უახლეს დღეებში ელოდებიან. გამარჯვებული ბიჭების საქმე. ასე აჯამებს და ამავე სახელს არქმევს 11 დემონსტრანტის წინააღმდეგ მიმდინარე დავას ადვოკატი ომარ ფურცელაძე. ის ჯანო არჩაიას და გურამ მირცხულავას იცავს. სამართლებრივი არგუმენტების შემდეგ თუ რატომ უნდა გამართლდნენ ბრალდებულები, ადვოკატმა სიტყვა ემოციური განცხადებით დაასრულა. სავსე დარბაზისგან ტაში დაიმსახურა, დარბაზმა კი შეწუხებული მოსამართლისგან საყვედური. ეს არის გამარჯვებული ბიჭების საქმე და გამარჯვებული ვართ ბევრი მიზეზით. იმიტომ რომ ძმები ტერიშვილების ამბავს საუკუნეები შეინახავს ამ ქვეყნის ისტორია. გამოკეტეთ ონისე, მაგრამ ვერაფრით გამოკეტეთ ონისეს იუმორი. ანდრო ციხეშიც არ წვეთ მწვერვალების დაპყრობას. ჩვენს უკრაინელ ძმებს ვერ გადააჩვიეთ ბრძოლა სინათლის მხარეს. გამარჯვებულია იკა ქერაშვილი, იმიტომ რომ წამით არ გაჩერებულა ქეთუნა და ბატონი კახა მისთვის. გამარჯვებულები არიან ვაკო და ლუკა, იმიტომ რომ როცა ნათელი მომავალი აუცილებლად დადგება, ზუსტად ეცოდინებათ რა გაიღეს მისთვის. გამარჯვებულია რეზო კიკნაძე, რომლის ხმა მაშინაც ისმოდა, როცა დარბაში არ ყოფილა. გამარჯვებულია ჯანო, იმიტომ რომ გაიზრდებიან მისი შვილიშვილები და ძლიერი დამოუკიდებელი საქართველოს ქუჩებში ივლიან ამაყი და მხარგაშლილი. ხმამაღლა იტყვიან, რომ მათი ბაბუა მარადიული ჯარისკაცი ჯანო არჩაია. გამარჯვებულია გური მირცხულავა, იმიტომ რომ ჩვენ თქვენ წაგართვით გადაწყვეტილების მიღების უფლება. თქვენ მხოლოდ შეგიძლიათ გამოაცხადოთ იგი. გამარჯვებული ვარ მე, რადგან მქონდა პატივი მათ მხარ მებრძოლა. ერთი მხრივ ძალადობის, მეორე მხრივ კი დანაშაულის ჯგუფურად ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობაა მთავარი, რასაც დასკვნით სხდომებზე ბრალდებულები და ადვოკატები ხაზს უსვამენ. რომელიმე ბრალდებულის დანაშაულს ვერც პროკურატურის ვიდეო მტკიცებულებები ადასტურებს, რადგან არსად დაკავებულთა მიერ რომელიმე პოლიციელის დაზიანების ფაქტი არ ჩანს. დასკვნითის სიტყვით მიმართეს მოსამართლე გალუსტაშვილს დღეს ვალერი თეთრაშვილის და ონისე ცხადაძის ადვოკატებმა. ვერც ერთმა პოლიციელმა ვერ მიუთითა, რომ კონკრეტულად თეთრაშვილმა მათ რამე დაზიანება მიაყენა, ან მათ დაენახათ, რომ ვალერი თეთრაშვილმა ჩაიდინა რამე ქმედება. ჩვენ ვნახეთ პოლიციელები, რომლებმაც უბრალოდ დაათვალიერეს ვიდეოები და მათივე ინტერპრეტაციით წარმოადგინეს თავისი მოსაზრებები. ეს მოწმეები იმდენად უსუსურები არიან. როდესაც სათათბირო ოთახში გახვალთ გადაწყვეტილების მისაღებად, გულწრფელად გისურვებთ შეუვალობას, დამოუკიდებლობას და გამბედაობას. ვინაიდან ნებისმიერ შემთხვევაში რა განაჩენიც არ უნდა გამოიტანოთ, ჩვენი ქვეყნის სამართალწარმოების უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი რთული და მძიმე გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ.
ადვოკატები ფიქრობენ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება განურჩევლად შინაარსისა, რომელსაც ნინო გაუსტაშვილი მომავალ კვირაში გამოაცხადებს, პოლიტიკური იქნება. რადგან პოლიტიკურია ყველა სხვა გადაწყვეტილებაც, რაც ამ საქმეზე რომელიმე სახელმწიფო უწყებას მიუღია. მათ შორის პოლიციას და პროკურატურას, რომლებმაც დევნა დაიწყეს. და სასამართლოს, რომელმაც ბრალდებულები 9 თვე წინასწარ პატიმრობაში ამყოფა. მოლოდინი, რა თქმა უნდა, ისეთივე ნეგატიურია, როგორც ჩვენ დასკვნით სიტყვებამდე იყო, იქამდე სანამ ჩვენ საკუთარ ხელით არ შევეხებით ვიჭებს გარეთ, იქამდე არანაირი მოლოდინი არ შეიძლება. ის რომ ნინო გაუსტაშვილი ან ნებისმიერი სხვა მოსამართლე ამ საქმეებზე ავტონომიურად მიიღებს გადაწყვეტილებას, პრინციპში ერთადერთ ლოგიკურ გადაწყვეტილებას, რომლის მიღებაც შესაძლებელია, ამის მოლოდინი არ აქვს. 3 სექტემბერს სხდომა, რომელიც შესაძლოა უკანასკნელიც იყოს, ბრალდებულების დასკვნითი სიტყვებით გაგრძელდება. რეზო კიკნაძის გარდა სასამართლოს ბოლოჯერ კიდევ 10 ბრალდებულმა უნდა მიმართოს. მათთვის განაჩენის გამოტანამდე სასამართლომ ვერდიქტი იდენტური ბრალით დაპატიმრებული 8 დემონსტრანტის საქმეზე უნდა გამოაცხადოს. მხარეები ორივე საქმეზე ერთნაირ გადაწყვეტილებებს ვარაუდობენ.